Miami. აქ რამოდენიმე საინტერესო უბანია. დღეს ბრიკელზე ვისაუბროთ. ბრიკელი არის მაიამისათვის იგივე რაც თბილისისთვის არის ვაკე. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, იმის გამო რომ ფლორიდამ არ ჩაკეტა თავისი შტატი, მაიამიში და განსაკუთრებით ბრიკელში ძალიან ბევრი ფინანსური და სადაზღვევო კომპანია გადმოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ბრიკელი არის მაიამის ფინანსური ცენტრი. აქ სოკოებივით იზრდება ახალი შენობები. აი აქ, სადაც ახლა მე მოძრაობ, ადრე გადიოდა საზღვარი, მაგრამ აი გაიხედეთ, ესეც უკვე მალე ათვისებული იქნება და მაიამის სილუეტი ძალიან სწრაფად იცვლება. აქაც როგორც თბილისში შენობაზეა მიბჯენილი. მაგრამ აქ ზონალობა უფრო მკაცრად არის დაცული. რამე თუ კინაბეტონის ჯუნგლები ცოტა უფრო ესთეტიურად გამოიყურება. ეს შენობა, რომელიც შენარჩუნებული იქნა, რამე თუ ეს არის ძველი შენობა და აი უკან ჩაობჯინეს სასტუმრო და იმის უკან კიდევ მაღლივი შენობები, მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთს ერწყმის და არ უშლის ერთმანეთს თანაარსებობაში. სამხრეთ მაიამის ქუჩა, რომელიც ერთ-ერთი არტერია არის ბრიკელის უბნის. მიუხედავად შენობების სიმჭიდროვისა, აქ კარგად არის გააზრებული ტრანსპორტის მოძრაობაც და ადამიანების ფეხით სამოსიარულო სივრცეც. ტროტუარები ხედავთ საკმაოდ ფართეა. ამ ურიკებს საჭმელი მიაქვს დანიშნულების ადგილამდე. ამ ორ უშველებელ შენობის შორის შენდება მექსიკური რესტორანი. აქვეა იაპონური რესტორანი და კუბური. ქალაქის შუაგულში არც პარკი დაავიწყდათ. არის მწვანე ზონა, რამე თუ აქ კანონით გათვალისწინებულია და ზონალობით, რომ გარკვეული პროცენტი სივრცის უნდა იყოს მწვანე სივრცე. ეს მეტროს სადგურია, რომელიც უფასოა. მოძრაობს ბრიკელის და დაუნთაუნის მასშტაბით. როდესაც ბრიკელში ხართ, არ გჭირდებათ მანქანა. ყველაფერი ადვილად მისაღწევია ფეხით. აპარტამენტების შენობები და კომერციული სივრცეები ძალიან კარგად არის ერთმანეთში შერწყმული. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ეს ბრიკელის city center არის მოლი, რომელიც ცენტრალური ნაწილია ამ უბნის. ეს ბრიკელის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კუთხეა და ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კაფე. და ვისთვის არის ყველაზე კარგი მაიამის უბანი ბრიკელ. პირველ რიგში ადამიანებისათვის, ვინც სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მუშაობენ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ სახლიდან გამოხვიდე და ყისიერ იყო ქალაქის შუაგულში და ამინდზე საერთოდ არ ვილაპარაკებ. აქ ამინდი წყინვალეა, განსაკუთრებით ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. არცხელა ძალიან სასიამოვნოა 22-დან 30 გრადუსამდე სითბო. ავთვალიეროთ ერთი ძალიან საინტერესო საინვესტიციო უძრავი ქონება. უბრალოდ ერთ-ერთ შეხვედრაზე მივემართებოდი და გამოვიარე და ღია კარის დღე დავინახე და ეხლა პროფესიონალი რეალტორი როგორ შეიძლება არ გაჩერდეს ღია კარის დღეზე და შევედი ამ ღია კარის დღეზე და გაჩვენებთ ეხლა აი ამ სახლს, რომელიც იყიდება. შემოკარგებო, ფლორიდაში Hollywood Beach არის ესეთი პატარა ქალაქი, რომელიც მაიამიდან ჩრდილოეთით არის ალბათ 1 საათით და აი ეს მშვენიერი სახლი იყიდება სულ რაღაც ძალიან პატარა ფასად. What's the rental rate here or kind of how does it work? Long term this would rent for about $4,000 a month.
On Airbnb, depending on the season, it can make anywhere from $8,000 to $10,000 a month. Okay, it's an investment property. It's ideal for someone who's not spending here all the time, right? I mean, it's a beautiful neighborhood though, so I think either or. Wonderful. I love it. Yes. So what's the price? The question of the question. 700,000. You know what? This is a great price. It's a great price. It's a great price. 700,000 ეს არ არის ძალიან დიდი ფასი სხვათა შორის. So we have 1,516 square feet. I'll take this one. Yes. Wonderful. And you got my card? Yes. And this is Sorti Mejia. I love your name. Thank you. Where are you from? Dominican Republic. I have an agent in my company from Dominica, Lisa Lopez. Oh, yeah, she's amazing. Yeah. Yes, Give me your card. I will. დავათვალიეროთ ეს სახლი, ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აგრეთვე აქვს ლიცენზია იმისათვის, რომ იყოს გაქირავებული დამსვენებლებზე, ანუ Airbnb license, correct? ანუ 60% უნდა იყოს გაქირავებული და 40% შეიძლება გამოიყენოთ თქვენთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ინვესტიციისათვის. აი ხედავთ, მთლიანად გარემონტებული, გაკეთებულია და 40% თქვენთვის გამოიყენოთ, 60% უკვე იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვენგან ამ სახლს იქირავებს. So I'm assuming those are impact windows, right? ეს ფანჯრები არის სპეციალური ფანჯრები, რომლებიც ქარიშხლებს უძლებენ. ეს არის სპეციალური ნორმა, რომელიც როდესაც სახლს არემონტებთ, აუცილებელია რომ გქონდეს და ეს გათვალისწინებული არ ყველაფერი. სააბაზანო როგორც ხედავთ, ძალიან მშვენივრად არის გაკეთებული. 3 ოთახიანი სახლი, ეს თავისუფლად დაიტევს 6-მდე ადამიანს. ეზოში, აი, პატარა ძალიან კერძო სივრცე, პალმებით, გრილით. აქვე არის სარაცხი და საშრობი მანქანაც, რა საინტერესოა. ესეთი გადაწყვეტა და აქ არის ეზოს გაგრძელება. აქვს ერთი ავტომანქანის ფარეხი და ძაღლებისთვისაც კი გათვალისწინებული სივრცე. კონდიციონერები, ну მოკლედ ყველაფერი რაც საჭიროა იმისათვის რომ თქვენ ეს ბინა გააქირავოთ. კიდევ ერთი რესტორანი. იქ სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, ანუ Sunny Isle-ში, ეს არის ჩაიხანა. საკმაოდ ორიგინალურია, ყველაფერი ეს უზბეკური რესტორანია. რას არიხილავს ადამიანი ამერიკაში? ესე ამ ყველაფერს და ამ გაფორმებას ძალიან დიდი შემართება და აღწყინება სჭირდება. საჩოულობენ ამერიკაში ამ ყველაფერს. ნათია, აი მახსოვს რომ Facebook-ზე მომწერე, გამოგვიარეთ ჩაიხანაში. გამოგიარე. აი სპეციალურად მოვედი რომ გდახო. დიდი მადლობა. ქართველის ყოველთვის იყო. რამდენი ხანია? და Sunny Isle-ში ხარ სულ? მოგწონს. მალე მე გადმოვპარკდები ფლორიდაში და ხშირად გამოდივით, ხოლმე ძალიან გამიხარდა შეიძლება. ძალიან გამიხარდა მეც რომ მოხვედი. მე როცა ვფიქრდები ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარ. რა ბედნიერება, როდესაც ამდენ კარგ ქართველ ადამიანს შეხვდები. რამოდენიმე თვის წინათ ნათიამ დაინახა რომ მე ვიყავი Sunny Isle-ში და მითხრა რომ აუცილებლად გამოგვიარეთ ჩაიხანაში. ეს არის უზბეკური რესტორანი, როგორც უკვე ვთქვი და დღეს ნუ მოვდიოდი აქეთ მხარეს ვიყავი და მეთქი გავვლი ნათიას და რა საყვარელი ადამიანია. გაიხარე ნათია და გამიმასპინძლა კიდევაც გინდა თუ არა აჭარული უნდა ჭამო, მაგრამ არა მაქვს ახლა აჭარულის სივრცე, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ არ ვშიერი ვარ ასეთი და ამიტომ ჩაისავლებ და ერთ ძალიან კარგ ნამცხვარს მიმასპინძლდება ნათია. გაიხარე ნათია. ბატონო, რამდენი გულითა და სიყვარულით არის ეს ნამცხვარი ჩემთვის დაკეთებული. ნათია მითხრა რომ მე ვაკეთებო პირადადო და დავაგემოვნებ ახლა. იცოცხლე ნათია. გაგიმარჯოს ყველაფერში და შენ საქმიანობაში, შენ ოჯახთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან ერთად. და მადლობა იმისათვის, რომ ამდენი სიხარული მომგვარე. მეშვიდე თვეა. Oldu. ახალია. სად არის ჩვენი ეკლესია ზუსტად? Am pus what
ტექნიკური სერვერთან. სერვერთან. ნოდმაიანი. მაგრამ მუშაობთ ახალ ეკლესიის აშენებაზე, ხომ? ხვალ ფირმა გვაქვს და მოგზანდით თუ შევეცდები. რომელ საათზე? 10 საათზე. თავიდან რომ პირველი რო ქონდა კრება სამრევლოში 80% შეიძლება უცხელი მოაწერა რომ ვიდა ეკლესია და მე ვარ ფლორიდის სამრევლოს წინამძღვა. მეუფე არის მთელი ამერიკის და აქ არის ფლორიდაში, თუ ეხლა ჩამოვიდა სტუმრად. ჩვენ გვესტუმრა დღეს 22 სამრევლო და მონასტერი არის ამერიკის და კანადის ტერიტორიაზე. ჯამად სერბული ეკლესია დაგვეხმარა და მამა კირიონი საბათობით ცირვას ატარებს ქართულად. სურვილი ყველასა ქართველებს რომ ჩვენ გინდა რომ ჩვენი ტაძარი გქონდეს, მაგრამ მე მაინც სხვა შეხედულება მაქვს. პირველ რიგში შენობა არ არის ეკლესია ხარ თქვენ ადამიანები. ასეა. ადამიანების ერთობა და სიყვარული შედგება, მაშინ ტაძრის შენობაც აშენდება, მაგრამ თუ ჯერ ტაძრის შენობა არ შენდება, ჯერ ადამიანების ერთობა და სიყვარული უნდა შედგეს და შემდგომ რა თქმა უნდა ტაძრის შენობაც აშენდება. ამინ. მადლობთ. აი, გაგლოცებულია რაღაცა. ეს ის მომენტია, როდესაც წესით დაღვრების სახით უნდა ჩამოვდიოდე ჩიკაგოში. აი გახსოვთ რომ გითხარით რომ მაიამიში ადამიანი გახიბებული მიდის და ჩიკაგოში დაღვრემილი ჩამოვდის. რა უკნა მაინც მეხიმება. -25 გრადუსიდან -25-ში როგორია? აი წარმოიდგინეთ როგორ ცივა. კიდე კარგი ის ყურცაცმენები მიკეთია, თორემ მოვიყინავდი ეხლა ყველაფერს. იქნებ გამიღოს ეხლა ამ ავტობუსის მძღოლმა კარები, რომ მივახციო პარკინგამდე. Thank you.